სასწავლო თავგადასავალი იწყება. ძალიან დიდი ხნის წინ ტყის გულში იდგა მაღალი ქვის კოშკი, დამალული სამყაროსგან. კოშკის თავში ცხოვრობდა ახალგაზრდა გოგონა სახელად რაპუნცელი და არასოდეს უნახავს კედლებს მიღმა არსებული სამყარო. ის დღეებს ატარებდა კოშკის კედლების მოხატვაში, ცეკვაში და ფანჯრიდან ცის ყურებაში. ერთადერთი ადამიანი, ვისაც რაპუნცელი ხედავდა, იყო ქალი, რომელსაც გოტელი ერქვა. რაპუნცელს ის დედამისი ეგონა. ქალს საჭმელი მიჰქონდა, მითითებებს აძლევდა და უმტკიცებდა, რომ გარე სამყარო ძალიან საშიში იყო. ის ხშირად ეფერებოდა რაპუნცელის თმას და თან მღეროდა ხოლმე. გოტელი რაპუნცელს არასოდეს აძლევდა კოშკიდან გასვლის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ რაპუნცელი ცდილობდა მხიარული ყოფილიყო, ყოველდღე უფრო ძლიერდებოდა ცნობის მოყვარეობის გრძნობა. მას სურდა გარეთ გასვლა, უნდოდა რომ ეგრძნო ბალახი ფეხქვეშ და ენახა მანათობელი შუქები, რომლებიც მის ყოველ დაბადების დღეზე ხამით შორიდან მოჩანდა. ერთ დღეს ახალგაზრდა მოგზაური სახელად ფლინი ტყეში შემოიჭრა, მას შემდეგ რაც რაღაც წაიღო, ის რაც არ ეკუთვნოდა. გაქცევისას მან შენიშნა მაღლა აღმართული კოშკი, ავიდა მასში და იმედოვნებდა, რომ იქ დაიმალებოდა. რაპუნცელი შიშით შეხვდა უცნობს, მანამდე არასოდეს უნახავს უცხო ადამიანი. მაგრამ შიში მალე შეიცვალა ცნობის მოყვარეობით. რაპუნცელმა გააცნობიერა, რომ ფლინი იმ სამყაროდან იყო, რომელზეც ის ყოველთვის ოცნებობდა. მან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. დახმარებოდა ფლინს დამალვაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დახპირდებოდა, რომ კოშკის მიღმა წაიყვანდა. შეშინებული იყო, მაგრამ ცნობის მოყვარეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე შიში. ისინი ერთად გავიდნენ კოშკიდან. რაპუნცელი ღია ცის ქვეშ დარბოდა და კისკისებდა. ასეთი გახარებული არასოდეს ყოფილა. ყოველი ახალი რამის დანახვა მის გულს სიხარულით ავსებდა. მოგზაურობისას რაპუნცელმა გაიგო, რომ სამყარო საშიში არ იყო. იგი საოცრად ლამაზი იყო. ფლინსაც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მოწონდა რაპუნცელი. ახტაცებული იყო მისი სიმამაცითა და სიკეთით. ღამით ისინი მიადგნენ ქალაქს, სადაც ცაზე ანთებული ფარნები იფრენდა და სიბნელეს იმედით გაანათებდა. რაპუნცელმა იგრძნო, რომ ეს შუქები მისი წარსულისა და ოცნებების ნაწილი იყო. თუმცა მალე გოტელმა გაიგო, რომ რაპუნცელი გაქცეული იყო. გაბრაზებული და საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის შიშით ის ძებნას შეუდგა. კოშკში დაბრუნებისას სიმართლე გამოაშკარავდა. რაპუნცელი დამალული იყო არა მის დასაცავად, არამედ იმიტომ, რომ ქალს მისი თმის მაგიის შენარჩუნება სურდა. რაპუნცელმა გადაწყვიტა თმა მოეჭრა. მართალია თმამ თავისი მაგია დაკარგა, მაგრამ მან მოიპოვა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა. გოტელის ძალა გაქრა და რაპუნცელი საბოლოოდ თავისუფალი გახდა. რაპუნცელი და ფლინი ერთად დაბრუნდნენ ქალაქში. მას აღარ სჭირდებოდა კოშკში დამალვა. მისი ადგილი იყო ადამიანებთან, სინათლესა და სიცოცხლეში. გოგონა, რომელიც ოდესღაც ფანჯრიდან მხოლოდ ოცნებობდა, ახლა თავისუფლად დადიოდა ცის ქვეშ და უკვე თავად ატარებდა სინათლეს საკუთარ მამაც და კეთილგულში. ბავშვებო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.